შეერთებული შტატების ლიდერებისგან საკითხთან დაკავშირებით ინიციატორი დებატების ზოგადად გუშინდელმა მოცემულობამ ხმარა აჩვენა ამ მიმართულებით რა გამოწვევის წინაშე სუპერმარკეტები ფასების რეგულირების საკითხზე დავამატებით იგივე თემაზე როცა თუ ამბობს მათ შორის თქვენ თაროს სტრატეგიები ბატონიები რომ ერთი მარკეტი ერთი უბანი ერთი მარკეტი ანუ ამ შემთხვევაში ხო უნდა შევამციროთ მარკეტების რაოდენობა და ეს ფასად შეამცირებთ ასე ვიგო დასაქმებულების კომპონენტის ადმინის ან გუშინ პირველად ახსენეთ რომ შეიძლება გარკვეული რეგულატორი და მიწოდების ქსელის შექმნა სახელმწიფომ ანუ ეს რომელი ქვეყნის პრაქტიკა არის და რა შემთხვევაში გადაწყვეტ რა მიწოდების ქსელზე არის საუბარი ზოგადად დისკუსია მე მგონი საინტერესოდ წარიმართა იმედია რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო მასთან დაკავშირებით როგორ წარმოიქმნება ფასები, სურსათის ფასები ჩვენს ქვეყანაში და ჩვენთვის თავარია რომ საბოლოო ჯამში პრობლემის გადაწყვეტის გზები ერთად გამოვნახოთ, ეს უნდა გამოვნახოთ ბიზნესთან ერთად, ჩვენ ერთად უნდა გამოვინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია გაგზავნა პირველ რიგში ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, რაც შეიძლება იყოს მიღებული, ბუნებრივია ჩვენი მხრიდან რთული იქნება გარკვეული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი პრაქტიკაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ალბათ რთული იქნება დღევანდელ ეტაპზე ასეთი რეგულაციების შემოღება. რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ეს არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში. ჩვენ შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია ამ ზომასაც მიმართ. შეერთებული შტატების ლიდერებისგან მოვისმინეთ საკმაოდ პოზიტიური ძალები და დაახლოებით რა პერიოდში შეიძლება მოიაზრებოდეს ურთიერთობების გადაწყვეტა, როდის არსებითად არის ეს დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე, ჩვენი მხრიდან ხელი არის გაცვლილი, ჩვენი სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რა თქმა უნდა, ეს ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად და დავალოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი სურვილია აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და დავალოდებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს ამ მიმართულებით. გუშინ მთლიანობაში 8 მონაწილე ვიყავით ამ დებატებში და 8-დან 7-მა გამოვლინა მაღალი კულტურა, რაც არის მნიშვნელოვანი არა მარტო იმისათვის, რომ ჯანსაღი ფორმით წარიმართოს დისკუსიები, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები. გუშინ 8 მონაწილიდან 7 აქეთკენ იყო მიმართული, ეს ხდება როგორც პოლიტიკოსებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. იყო ერთი ამოვარდნა, თუმცა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავის თვალით იხილა და საკუთარ შეფასებებს ამასთან დაკავშირებით გააკეთეს. საქართველოს მიმართებაში უსამართლო კრიტიკა, მათ შორის მშვიდობის პოლიტიკის გამო პროგრესების დამრალება გასაგები აქაც არის ორმაგი სტანდარტები, რასაც ავლენს ევროპული ბიუროკრატია, დაიწყეს ღიად საუბარი რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ როდესაც დღემდე საქართველოსთან არ აქვთ აღდგენილი პირდაპირ დიალოგი იმ საბაბით, რომ ჭყალებში საქართველო არის პრორუსული თუ რუსული ხელისუფლების მქონე ქვეყანა. ხო, ხედავთ სადამდე არის დაცემული ეს სტანდარტები ევროპულ ბიუროკრატიაში. ნახოთ, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აღდგენის შემდეგ საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირ დიალოგის იმის გამო რომ მან დანიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, რომელიც M-State ფაილებში ფიგურირებდა. უთქვათ questions კრიტიკა მათ შორის ბრიტანეთის მხრიდან. ახლა ადგილობრივების და ზოგადად პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც. როგორი არის ეს პოზიცია ამ შემთხვევაში თქვენი ჩვენ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ჩავერევით. მათი გადასაწყვეტია
როგორი იქნება შესაბამის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბედი, ხო? ჩვენ ვერ ჩავერებით სხვა ქვეყნის საქმეებში, რაც არ უნდა კონტექსტი გქონდეს შესაბამის, ასე ვთქვათ, მოცემულობას. განათლების რეფორმაზე გკითხავთ, ორი უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თქვენი გადაწყვეტილებით, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რას მოუტანს ის მოცემულობა სტუდენტებს და უნივერსიტეტს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება მხოლოდ ტექნიკური მიმართულებით? აქაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯანსაღი დისკუსია, რაც შედგა გუშინ აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოусმინეთ მათ და გავითვალისწინეთ მათი ინტერესები, მათი პოზიციები, მათი არგუმენტები მივიღეთ ამ ხედველობაში და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ერთად შევჯერდით ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად. დღეს გვაქვს სერიოზული ხარვეზები ამ მიმართულებით, ისე როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ დისციპლინებს, საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებას. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორც სახელმწიფო სექტორს, ისე კერძო სექტორს, სხვადასხვა მიმართულებით ჭირდება კადრები, ჭირდება სამუშაო ძალა, ეს ეხება მშენებლებს, ინჟინერებს, არქიტექტორებს და ამ შემდეგ ჩვენ უნდა გავამდიდროთ ჩვენი ქვეყნის რესურსი ამ მიმართულებით. ამისათვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებას. სიღარიბის შემცირებაზე პირველ რიგში გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდა. და ჩვენ შარშანაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, შარშანდელი მონაცემებით 7.9% იყო ეკონომიკური ზრდა და ასეთ პირობებში ბუნებრივია მცირდება სიღარიბე. თქვენ იცით, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, ეს ნიშნავს იმას, რომ 1.100.000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა 2012 წელს სიღარიბის ხوارს მიღმა. ახლა ეს მაჩვენებელი 2024 წლის მონაცემებით არის 9.4%, ველოდებით 2025 წლის მაჩვენებელს. ვფიქრობთ, რომ შემცირებული იქნება საერთო, ასე ვთქვათ, კრიტერიუმების მიხედვით სიღარიბის მაჩვენებელი და ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის თლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში. და ვფიქრობთ, რომ ამისათვის დაგჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის ქვეყნებში. მიშა, შენ სხვას არავის არ იყო კითხვა საბოტაჟის საქმეზე, რაზეც პროკურატურა აძაბავს გამოძიებას და სასამართლო პროცესი არის პროკურატურა. ეს არის რეალურად პროკურატურის საქმე. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი, სადაც არის დანაშაული, იქ უნდა იყოს საშელიც, სამართლის უზენაესობა ამ ქვეყანაში უნდა იყოს საცვლელი, ეს არის ჩემი ზოგადი პოზიცია. მიზანი ცხადია რაც იყო, მიზანი იყო სახელმწიფო სისტემის შერყევა, თუმცა მიზანს მათ ვერ მიაღწიეს, მაგრამ ცდილობაც უკვე არის დაშლა. დეპოლარიზაციაზე მითხოთ, როცა საუბრობთ, უკვე დიდი ხანია რომ საზოგადოება გახლეჩილია, რომ გაერთიანება გინდა და პოლარიზაციის შემცირება, რას აკეთებთ ამისთვის, ან ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ მაგალითად დღეს არის ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესი, თითქმის ოპოზიციაში ფაქტობრივად პოლიტიკური კლასი ახლა არის ბრალდებული. ციხეში არიან ადამიანები შარშანდელი მოვლენების შემდეგ და მათი მშობლები დგანან ქუჩაში. პოლარიზაციის შემცირება თქვენი მხოლოდ სიტყვებია თუ მხოლოდ დებატებზე დაჯდომა არის თქვენი მხრიდან დეპოლარიზაციის მცდელობა? თვითონ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის დეპოლარიზაციის აუცილებელი პირობა, ეს ერთი. და კონკრეტული ადამიანები, როდესაც იხდიან საშიშელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ესეც არის დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა. თქვენ გახსოვთ, იყო ჩვენთან შემთხვევები, როდესაც ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და არავინ არ დაშილა ამისათვის. და მან გააღრმოვა პოლარიზაცია, მან გააღრმოვა კონკრეტული ადამიანების ინტერესი, რომ ახალ-ახალი დანაშაულები ჩაედინათ. ამიტომ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის ასევე დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა. და მეორე ჩვენ დავაინიცირეთ დისკუსიები, დებატები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ამ საკითხზე. რასაც ქვია სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში, მზად ვარ დისკუსიისთვის, ჯანსაღი დებატებისთვის და დისკუსიებისთვის. ყველა თემაზე საზოგადოებას უნდა გქონდეს განსხვავებული მოსწრეების მოსმენის საშუალება. ჩვენ ღია ვართ ასეთი დისკუსიებისთვის
თუნდაც ამ საკითხზე, რაც შეეხება დამნაშავე პოლიტიკოსების პატიმრობას, დამნაშავე მოძალადეების პატიმრობას, ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის და ყველა შეკითხვაზე გავცემთ სათანადო პასუხს. ვიზის დასრულდა იმაზე ვთქვი. ვიზის დასრულდა იმაზე ვთქვი. გავთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები გაათავისუფლოთ გამომდინარე იქიდან, რომ მე მახსოვს შარშან იყო ერთ-ერთი კვლევა, რომელთაც თქვენი პარტიის ამომრჩევლებით ფიქრობდნენ, რომ სინდისის პატიმრობის არსებობა პროცესში პოლარიზებას კიდევ უფრო მეტად დააღრმავებდა და პრობლემებს შექმნიდა. ეს თქვენი კვლევა მე ვერ არსებობდა. ერთ-ერთი თქვენი კვლევა. ზუსტი სახელი არ მახსოვს, მაგრამ თქვენს გეცოდინება თქვენი ამომრჩევლებიც ამას პრობლემურად თქვენი კვლევის თანახმად კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის ობიექტური კვლევები. სიტუაციის დასაწყნარებლად შეგიძლიათ სიტუაციას გამოიყენოთ ან სხვა თავარი რაც ამშვიდებს საზოგადოებას და ამშვიდებს ქვეყანას, ეს არის სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობა რომ არ იყოს სათანადოდ დაცული, თქვენ ნახეთ სადამდე მიიყვანა ეს ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყანა, ხო? 5 რევოლუციის დელობა ქონდა იმის გამო, რომ სამართლის უზენაესობა სათანადოდ ვერ იყო, არ იყო, არამედ ვერ იყო დაცული ჩვენს ქვეყანაში. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ამან გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარესზე, ამან მოგვცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება, რომ არა სამართლის უზენაესობა ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. სამართლის უზენაესობა რომლებიც ციხეში არიან. არა, ციხეში ვინც არის, მათთან როგორ არა, ციხეში ვინც არის, მათთან რა თქვია დებატები. თქვენ მიმართ ლოიალურად განცდით მედიაში თუ კი დებატებზე დასხდებით ვინ? ციხეში ვინც არიან, იმათ უნდა მოიხადონ სასჯელი, მათთან დებატებზე საუბარი ზედმეტია. საუბარი გვაქვს იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება ქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრეები, განსხვავებული მოსაზრეები, მათთან მზად ვართ ბუნებრივია დებატებისთვის, მაგრამ არა პატიმრებთან, რომლებიც კონკრეტული დანაშაულისთვის იქნიან ასევე ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 10 ქვეყანას რამ განაპირობა ეს შედეგი და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ეს შედეგი ყველა ობიექტური შეფასების თანახმად საქართველოს არის მოწინავე სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ასეთი მიმართულება კორუფციის სიმცირე, სადაც ჩვენ უსწრებთ არა მხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით დამატებით, როგორც მოგეხსენება, ჩარშანდელი წელი იყო გამორჩეული ამ კუთხით და გულისხმობ არა მხოლოდ იმ სასჯელებს, რომლებიც დადგა კონკრეტული ადამიანების მიმართ კორუფციული ბრალდებების გამო, არამედ პირველ რიგში გულისხმობ იმ ზომებს, რომლებიც მიღებული იქნა მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის, კორუფციის აღმოფხვრისთვის. ეს იყო მთავრობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იყო მაგალითად ტენდერების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იყო პირდაპირ პრივატიზაციის პრაქტიკის აღმოფხვრა და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით მივიღეთ კონკრეტული ზომები იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში კორუფცია და რა თქმა უნდა მიმართულებით გაგზავნა. განვითარების ბანკზე მინდა კითხოთ ბატონო ირაკლი, გუშინ მარიამ ქრიშუნა თქვა რომ შეიძლება ენერგეტიკის მიმართულებად დაფინანსებო და დაფინანსების წყაროამ განვითარების ბანკის რა იქნება უშუალოდ კრედიტებს გასცემს როგორც ჩვეულებრივი ბანკები თუ იმათ ენერგეტიკაში როგორ შევა თუ აი დეტალებზე როგორ ვთქვათ რა შეიძლება ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი, რომელიც შეითავსებს რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს. რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით გავაცნობ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, რა ფორმით იოპერირებს ეს ბანკი, იმუშავებს ეს ბანკი, ამასთან დაკავშირებით ფართოდ გავაცნობ საზოგადოებას ინფორმაციას, როგორც კი დასრულდება ეს ინსტიტუციური რეფორმა. ან ენერგეტიკის სექტორს თუ და შეიძლება მოიცვას ენერგეტიკის სექტორიც, ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურად მოახსენებ. დაფინანსების კრედიტებს გასცემთ, აი კრედიტებს ეგ კითხვა გვაქვს, კრედიტებს თუ გასცემთ. დღესაც არსებობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც ხო, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. ან ენერგეტიკის განვითარების ფონდის გაუქმებას იგეგმება ბანკები. ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას გავაცნობ ინფორმაციას მაშინ, როდესაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. კვლევის ხართან დაკავშირებით მინდა რომ კითხვა თქვენ გუშინაც გააკეთეთ კომენტარი ამასთან დაკავშირებით, თუმცა მაინც გვაინტერესებს დეტალურად თქვენი პასუხი, თქვენ თქვით რომ მზად ვართ დისკუსიებისთვის, მათ შორის ევროკავშირთან. თუმცა არსებობს უკვე ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, რომ შესაძლოა სანქციების პაკეტში, მეოცე პაკეტში
აღმოჩნდეს კულების სპორტიც. აი ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია? ხო კიდევ. საქართველოს ძალიან მკაცრად იცავს ყველა წესს, რაც არის დაკავშირებული სასანქციო რეჟიმთან, ეს არის ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მზად ვართ დისკუსიისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, ამ კუთხით, მათ შორის ევროკავშირთან. აი დოკუმენტში წერია საფუძველი, რის გამოც მეოცე პაკეტში მოხდება, რომ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება და ექსპორტი გემებით, რომელიც მაღალი რისკის გადაზიდვის პრაქტიკას იყენებენ. ანუ რუსული ნავთობი კულების პორტის გადადის ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით და უკვე პრინციპში თქვენთან შეიძლება არა, მაგრამ ყოველკვირა ვსვამთ კითხვას კულების პორტზე, რადგან სულ არის კითხვები. გადადის რუსული ნავთობი, ან უკრაინის მიერ სანქცირებული გემით გადადის და ასე შემდეგ. და ვინ აგებს მაშინ პასუხს, თუ კი მართლაც დასანქცირდა ქართული პორტი? კულები არის ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი, ბუნებრივია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ თუ არის კითხვები, მზად ვართ კითხვებს გავცეთ პასუხი, დავინტერესდებით საქმის დეტალებით და გვექნება კონსულტაციები. აბსოლუტურად ღია ვართ პასუხებზე. ენერგეტიკის განვითარების ფონდის შეერთებას იგეგმება. ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახდენდება. თუ კი რაიმესთან გაერთიანდება, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, გავაცნობ საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას. შეიძლება თქვენთვის ხომ არის ცნობილი ფაქტები, რომელზეც სვამს მედია კითხვას უკვე დიდი ხანია. მაგალითად 30 იანვარს შემოვიდა უკრაინის მიერ სანქცირებული გემი და მანამდე ამ გემის მფლობელები ამერიკამ და ბრიტანეთმა დაასანქცირა. ასევე ოქტომბერში იყო ასეთი შემთხვევა, როცა შემოვიდა გემი კაისერით რუსული ნავთობი და როცა კითხვებია თქვენ არ მოგიკითხავთ ამ დრომდე რა ხდება? ჩვენ მზად ვართ კონდეს ფაქტებზე დაფუძნებული კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ეს არის ჩვენი ღიაობა, რომელსაც კიდევ ერთხელ თანაწერი რაც წავიკითხეთ. წარუდგენ პასუხებს ისე, როგორც ეს საჭიროა, ყველა დეტალთან დაკავშირებით, მზად ვართ წარუდგინოთ ინფორმაციას. დოკუმენტი და თანაწერი რაც მოისმენთ, ეს თქვენთვის არ არის საკმარისი არგუმენტი, რაც ვის გამო შესაძლოა რომ დასანქციდეს და ეს არის აქტუალური საკითხი, ჩვენთვის საინტერესო საკითხი და კიდევ ერთხელ გამოხატავთ სრულ ღიაობას, კონდეს კონსულტაციები ევროკავშირთან თითოეულ დეტალთან დაკავშირებით. და პოზიცია რა არის ხელისუფლების, რატომ ვეხმარებით? ევროკავშირს გავაცნობთ, არავის არაფერში არ ვეხმარებით, ევროკავშირს გავაცნობთ ჩვენ პოზიციას და ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ სასანქციო რეჟიმს სათანადოდ, ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ადვართ ევროკავშირთან კონსულტაციებისთვის. მიუხედავად უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, 13-14 ფებრუარს გაიმართება ეს კონფერენცია. გასულ წელს ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს მთავრობიდან არავინ არ იყო ამ კონფერენციაზე წარმოქმნილი. მიუხედავად უსაფრთხოების კონფერენციას გულისხმობ. წელს თუ შეიცვალა ამ ხრივ რამე და თუ მიიღეთ მოსაწვევი მაგალითად რომელიმე წევრმა მთავრობიდან. ჩვენი წარმომადგენელი იქნება მიუხედავად კონფერენციაზე, რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოქმნილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება. მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება ამასთან დაკავშირებით. ეს იქნება მაგა ბოჭორიშვილი თუ ვინ იქნება? შეიძლება იყოს მაგა ბოჭორიშვილი, საზოგადოება გაიგებს ჩვენგან ამასთან დაკავშირებით, როცა იქნება საჭირო. მე არ ვქნები მიუხედავად კონფერენციაზე. შეიძლება რომ იყოს მიუხედავად. მე არ ვიცი ეს რას გეუბნებათ. კიდევ ერთხელ მთავრობამ მიიღო მოსაწვევი, მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. თუ შეიძლება JD Vance-ს გითხავთ, ასევე ის სამხრეთ კავკასიაში მოგეხსენებათ, სომხეთში ჰქონდა შეხვედრები და ფაშინიანთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და უსაფრთხოების შეთავაზებით ჩავიდა. მაქვს კითხვა, შეეძლოთ თუ არა, ან იყო თუ არა შესაძლებელი, რომ ჩვენთანაც გქონოდა შეერთებული შტატების მაღალჩინოსნის შეთანხმებები ან შეთავაზებები, რატომ არ ხდება ჩვენთან ეს და თუ მიპასუხეთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დააფუჭა ჩვენი ურთიერთობები, გავიდა წელიწად ნახევარი და რატომ ვერ ხდება ურთიერთობების ამოღება? ჩვენ გამოხატული გვაქვს ჩვენი პოზიცია. მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია, ველოდებით შემოხვედრა ამბიჯებს. ძალიან მარტივად არის ეს. ახალი ბანკი კრედიტებს გასცემს, აი ამაზე მიფასებთ რა, კრედიტებს გასცემს. ყველა დეტალთან დაკავშირებით მოგვიანებით წარმოვიდგეთ. აბა რატო იმას კრედიტებს გასცემს? კრედიტებს გასცემენ დღეს კონკრეტული ინსტიტუციები, რომლებიც მათ შორის ამ ბანკში იქნებიან გაერთიანებული, ბუნებრივი ამ ფორმით გაგრძელდება ბანკის ფუნქციონირებაც. ხო, კრედიტების გაცემა, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ბუნებრივია ბანკის პრაქტიკის ნაწილიც იქნება კრედიტების გაცემა. საქართველოში კრედიტებს არ გასცემს ბატონო ირაკლი. კრედიტებს არ გასცემს საწარმოო სუბსიდირებას შექმნის ბატონო ირაკლი. თუ შეიძლება კრედიტებს არ გასცემს საწარმოო საქართველოში. ინსტიტუციური რეფორმა დასრულდება და დეტალურად წარმოგიდგენთ
ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით იმუშავებს ბანკი. გაგაცნობთ იმის საფუძველს, რომ ამერიკასთან გადაიჭრება ეს ურთიერთობები. ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება აღიქვათ, იმიტომ რომ მაგალითად რეგიონში ამდენი ხანით იქნება საჯარო ამდენი ხანით იქნება საჯარო დავალდება, ამდენ ხანს დავალდება. აი სახელმწიფო დეპარტამენტში რომ იყო მინისტრის მოადგილე და JD Vance, იგივე JD Vance ხომ შეხვდნენ მილანში, ხომ ასე ამბობთ. და რატომ ვერ მოხდა მაგალითად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ისე დაგეგმა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო? ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. რამდენიც იქნება საჯარო, და დონალდ ტრამპს ახალ ადმინისტრაციაზე ზაზა შათირიშვილის პოზიციას როგორ გამოეხმაურებთ? ეს არის ზაზა შათირიშვილის პოზიცია. ხოლო ზაზა შათირიშვილის პოზიცია, მე მაქვს ჩემი პოზიციები, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობ, ხო? მე მაქვს ჩემი პოზიციები, რაზეც ვსაუბრობ. რასაც მე ვამბობ, ის არის ჩემი პოზიცია, რასაც ამბობს ზაზა შათირიშვილის, ის ზაზა შათირიშვილის პოზიცია. მე ისი თქმაც მინდა ხოლმე არ მიჭერს იმის თქმა, როგორც მოგეცემ. საწყობთ მის ბოლო ქმედებებში. ამარცხებს დიფეიქს თუ ვერა? ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების შემოქმედ პოზიციას, ნახოთ მოთმინებით და ველოდებით მომავალშიც. იმედი გვაქვს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებში. საქართველოს არის იმ ფონზე, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი კაპიტალში ამერიკასთან დაკავშირებით საქართველოს არის საერთაშორისო ტვინის წესრიგი. რა გულისხმობ JD Vance-ის ვიზიტს რეგიონში, სადაც არ არის მოაზრებული საქართველოს. ეს რას ნიშნავს? ბატონო ირაკლი, და ამის ფონზე როგორ შეიძლება ამტკიცოთ, რომ ამერიკა საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიჭრება? ამ მნიშვნელოვანი ტურნეს მე არ ბრძავ რომ მტკიცებ, მე გითხარით რომ მოთმინებით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. მოთმინებაში სამოგეწურებათ. არასოდეს. რამდენი ხანი შეიძლება რომ ველოდოთ? თქვენ რა ნაბიჯებს გადადგამთ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები გადაიჭროს, ბატონო ირაკლი? თქვენი მხრიდან რა იქნება გადადგამული? თავარი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, ღიად გამოვხადეთ ჩვენი პოზიცია სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. ვთქვით, რომ მზად ვართ ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორი მხარის ინტერესები, სუფთაფურცლიდან განვახილოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი პოზიცია, ხო? ჰელსინკის კომისია არავისთვის არ არის საინტერესო. ჰელსინკის კომისია არავისთვის არ არის საინტერესო. ჰელსინკის კომისია არის deep state-ის პატარა ნასხლეტი ამერიკულ სტრუქტურებში, რაც თვითონ ტრამპის ადმინისტრაციასაც არ აინტერესებს. რამდენიმე ფონდი რაც გამოქვეყნდა JD Vance-თან და მარკო რუბიოსთან, ბატონო ირაკლი, რამდენიმე ფონდი ალბათ საფტეფის მაღალჩინოსებთან შეხვედრაზეც გამოიხადა ეს რაიმე დაპირება მიიღეს, თქვენ გქონდათ საუბარი, მზაობა მაგალითად ამერიკელ მაღალჩინოსებს აქვს თუ არა? პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ ისაუბრეს იმ გზავნილებთან დაკავშირებით, რაც მოისმინეს. და ეს გზავნილები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმყარებს ოპტიმიზმს, დარჩენილი ნახოთ მოთმინებით და ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატებში. ჩვენ ამერიკული მხარის პოზიცია არ მოგვისმენია, ბატონო ირაკლი. არ მოგვისმენია. პოზიცია და სხვა რაიმე მტკიცება არ მოგვისმენია, რომ ამ შინაარსის საუბრები იყო. არ მოგვისმენია, ამიტომ მოთმინებით ველოდებით კვლავაც ამერიკულ პოზიციას. გარბალო გითხა და წავედი. ბატონო ირაკლი, მიხელ ყაველაშვილის ეს განცხადება რატომ უნდა იყოს სარწმუნო საზოგადოებისთვის, როდესაც ის საუბრობს, რომ ამერიკულ მხარეს აქვს წმენა ესეთი რაღაცა ვერ დააძალებ ადამიანს. წმენა არის წმენა. ან ის სიტყვაზე უნდა დაუჯეროთ. უნდა ირწმუნოთ. ბატონო ირაკლი, ფასებზე როცა საუბრობ და კარდელულ გარიგებებზე, რას გულისხმობთ, იმიტომ რომ ჩვენ კი არსებობდა ბიზნესის გარიგებები, ხომ არ იყო ეს გარიგება ყოფილ მაღალჩინოსებთან, მაგალითად ჟილუაშვილთან, ან ყარიბაშვილთან კარდელულ გარიგებებზე. არ ამგონია, არაფერ შუაში არიან თანამდებობის პირები. შეიძლება ყოფილიყო ბიზნეს სუბიექტებს შორის შესაბამისი კარტელური გარიგებები, რაზეც რა თქმა უნდა მტკიცებით ფორმით ვერ ვისაუბრებთ, ამაზე შეიძლება კონკრეტულმა უწყებებმა რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდონ, მაგრამ ზოგადად ეჭვსაჩენს მაღალი ფასები. ეს არის ერთ-ერთი რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენი ნახოთ. ჩვენ არ ამგონია. რა შუაში თანამდებობის პირები. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას ბიზნესის მიმართ, ბიზნესი არის თავისუფალი, ბიზნესი დარჩება აუცილებლად თავისუფალი, დავრჩებით კონსულტაციების რეჟიმში და სწორედ კონსულტაციების საფუძველზე გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ფასების შემცირებას.